მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ჩვენ შევქმნით დოკუმენტების მართვის კულტურა საქართველოში, იმიტომ რომ არ არსებობდა კერძო დაწესებულება, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფდა და კიდევ ერთხელ ის სტანდარტები, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 12 წლის წინ დავნერგეთ, არანაირად არათუ თავიანთ შიდა არქივებში არ ქონდათ, ხო? არამედ არც მის გარეთ, ასე ვთქვათ, საჯაროდ არ იყო ხელმისაწვდომი. მე ვარ ნინო კუხიანიძე, დასტა რეკორდს მენეჯმენტის დირექტორი. 2014 წელს დაარსდა დასტა რეკორდს მენეჯმენტი და იდეა წამოვიდა დასავლური პრაქტიკიდან. კომპანიებს სჭირდებოდათ გარდა შენახვის მომსახურებისა, უბრალოდ ამ პროცესების გამარტივება, უფრო ეფექტურად მართვა. თავიანთი სივრცეებისთვის ალტერნატიული მიზნობრიობის გამოჩენა და შესაბამისად შეიქმნა მოკლედ ეს სერვისი. და საქართველოშიც დავინახეთ, რომ იყო ამის საჭიროება, იმიტომ რომ ზოგჯერ ისე კომპანიები ისეთ ღირადღირებულ სივრცეებს უთმობენ ხოლმე არქივს და არც ისე ცოტა ადგილს უთმობენ, რომ ეს ნამდვილად მათთვის არაეფექტური ხარჯია. პლუს ამას თანამშრომლები ძალიან დიდ დროს კარგავენ ხოლმე, რომ მოიძიონ დოკუმენტაცია და შესაბამისად ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ეს პრობლემები მათთვის მოგვეგვარებინა და ხელმისაწვდომი გაგვეხადა დაცული უსაფრთხო სივრცე, სადაც დოკუმენტების პროფესიონალურ მართვას შევთავაზებდით ჩვენს მომხმარებლებს. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, სტანდარტული მომსახურებებით დავიწყეთ, როგორც არის დოკუმენტების აღრიცხვა, ყუთებში განთავსება, შემდეგ უკვე გამოთხოვის მომსახურება, რაც აუცილებლად თანდევს ამ პროცესს. დოკუმენტაციას ვათავსებთ ჩვენ სტანდარტულ ყუთებში, ენიჭება უნიკალური შტრიხ-კოდი, რომელიც შემდეგ უკვე აღირიცხება პროგრამულ უზრუნველყოფაში და ეს საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს, რომ სწრაფად გამოითხოვონ დოკუმენტაცია და მალე მოვიძიოთ ჩვენ შესაბამისი დოკუმენტები. რა თქმა უნდა, შემდეგ თან დაერთო სხვა მომსახურებები, როგორც არის მაგალითად გაციფრულება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის კიდევ კონფიდენციალური განადგურების მომსახურება, როდესაც ხანდაზმულობის ვადა გასდის დოკუმენტებს, ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას ჩვენ კლიენტებს, რომ შეუძლიათ უკვე გარკვეული ტიპის დოკუმენტების განადგურება და კონფიდენციალურად ხდება მათი განადგურება. მეორე მიმართულება დავამატეთ დასტაში, ეს არის დასტას 3 პიელი, რაც გულისხმობს მესამე მხარის ლოგისტიკას. მივიღებთ ჩვენ თქვენს მარაგებს, ჩვენთან დავასაწყობებთ, შევინახავთ თაროებზე განვათავსებთ, აღვრიცხავთ მათ, ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, იქნება მათთვის ხელმისაწვდომი, მივიღებთ შეკვეთებს, ავაგროვებთ და საჭიროების შემთხვევაში მიწოდების სერვისშიც ვართ უკვე ჩართულები. მოთხოვნა ფაქტურად ჩვენ შევქმნით, მოდი ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ არც აფიქრდებოდათ რა კომპანიებს, რომ შეიძლება მსგავსი მომსახურების აუთსორსზე გატანა. ნუ ვინმემ გააკეთოს შენს ნაცვლად ეს საქმე. შესაბამისად, თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევა იყო ესეთი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათი დარწმუნება, რომ თქვენ ეს გჭირდებათ, მაგრამ შემდეგ რა თქმა უნდა, ყველამ დაინახა უკვე, რომ რამდენად ეფექტური არის ამ ყველაფრის მესამე ხელის მეშვეობით მართვა. რაც შეეხება 3 პიელს, ეს კიდევ უფრო საინტერესო არის, იმიტომ რომ დღეს საქართველოში ვითარდება ეს მიმართულება, ვიტყოდი რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპებზე ვართ აბსოლუტურად და ჩვენც გადავწყვეტეთ რომ რაღაცნაირად უკვე ჩართულიყავთ ამ პროცესში, ძალიან გვეხმარება არქივის გამოცდილება ამ მიმართულებით, რადგან აქაც უკვე მარაგების ან მართვა არ არის უბრალოდ რომ რაღაცა იჯარით აიღო სივრცე და მხოლოდ განათავსო, არამედ მთელი ლოჯისტიკური ციკლი უნდა სწორად დამართო და დაგეგმო. ამიტომაც მოთხოვნა აქაც ძალიან მზარდია. ამდენიმე ასეული კომპანიასთან მქონია მოკლედ პარტნიორობა 300-ზე მეტი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. დღესდღეობით სადღაც 200-მდე კომპანია არის, ვისაც ვემსახურებით ჯამურად ორივე მიმართულებით, რაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ ისეთი კარგი რიცხვი არის და ხაზს უსვამს იმას, რომ უკვე მოვიპოვეთ ნდობა ჩვენ ბაზარზე. მე ვიტყოდი, რომ
ეს უსაფრთხოება დასტას რაიმე დამატებით უპირატესობა არ არის. ჩვენი ძირითადი მომავალი წერტილი არის. ისეთი ტიპის კომპანიები არიან ჩვენი კლიენტები და სურთ ჩვენი მომსახურებითი სარგებლო, მისთვისაც კონფიდენციალურობა არის უმთავრესი და მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ის ფიზიკური დაცვის მექანიზმები დაწყებული 24 საათიანი დაცვა, შეღწევადობის კონტროლი, ანუ თითოეულ სივრცეს ყავს თავისი ავტორიზებული პირი და ნებისმიერ მათგანს არ შეუძლია რომ შევიდეს ნებისმიერ სივრცეში. ვიდეო მონიტორინგი, ანუ ნებისმიერ ტერიტორია აუცილებლად კონტროლირდება და ჩანაწერები რამდენიმე თვით ინახება რომ რაიმე მოხდეს. სახანძრო უსაფრთხოება, ეს კვამლის დეტექტორები, აბსოლუტურად ყველაფერი უზრუნველყოფილია. მაგრამ გარდა ფიზიკური უსაფრთხოებისა, მე ხაზს გავუსვამ უფრო ინფორმაციულ უსაფრთხოებას, რეგულარულად IT უსაფრთხოებას, ესე ვთქვათ, ვამკაცრებთ, პოლიტიკები გვაქვს გაწერილი სტანდარტების მიხედვით, მათ მივსდევთ, გავდივართ ყოველწლიურ აუდიტს, რომ შემდეგ ეს წარვადგინოთ საჭირო კომპანიებთან იქნება ეს თუ ორგანიზაციებთან. არქივის მიმართულებით ზარდი არის მაინც მოთხოვნა და ჩვენ გეგმა არის რომ რაც შეიძლება ყველა კომპანიამდე მივიდეთ და ეს უპირატესობა მოკლედ მათაც მივანიჭოთ. რაც შეეხება სამპიელს, რადგან ეს მიმართულება მაინც ახალი არის ჩვენთვის, აქ კიდევ გასაკეთებელი ბევრია. გვინდა რომ კიდევ და კიდევ უფრო კომფორტული გახდეს ეს პროცესი ჩვენი კლიენტებისთვის და შესაბამისად მე როგორ გავფართოვდეთ კიდეც და ვნახოთ შეიძლება რეგიონულ გაფართოებაზეც ვიფიქროთ და ვიზრუნოთ. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma.